სახლში რო შედიხარ, გარეთ რას თქო? მუნჯდები ხო? თუ ბუნებამაც არ უშველა, მე რა ხდება? მათ რა ხი? სიმართლე ძალიან სუბიექტური ამბავია. კილოცა მაგარი დებილი ხარ. ბალის რომ შეეძლოს ლაპარაკი, როგორ დაგახასიათებდა? თუ კითხავსო. კარგად შეღამებულია. მე და ჩემი მეგობრები გარდატეხის ასაკში ვართ. დინარეზე წავედით. კოცონი დავადით. გართობას ვწავლით. წესებს ვაწესებთ. თავის დამკვიდრება გვინდა. ერთმა თქვა ვარსკვლავი რომ ჩამოვარდება, მოდი ყველამ ერთად სურვილი ჩავიფიქროთ. ველოდებით ამ ვარსკვლავს. როგორც იქნა ჩამოვარდა. და ყველამ ჩაიფიქრა სურვილი. მე ვერ მოვასწარი. არა და ერთი გოგო მომწონდა. არა კი არ მომწონდა. მიყვარდა. და მინდოდა ჩამეფიქრებინა და ვარსკვლავისთვის მეთხოვა რომ მასაც შეყვარებოდი. წლები გავიდა. მეგობრები ისევ იმ დინარზე შევიკრიბეთ. ძველი ამბები გავიხსენეთ, ყველამ თავის სურვილი მოყვა. მეც მომყევი ჩემი აბსურდული ვარიანტი. ეს გოგო უკვე გათხოვილი იყო. ჩემთან მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა. მაშინ სურვილის შაფიქრება ვერ მოასწარი, ხომ ასეა? ვარსკვლავი რომ ჩამოვარდება, სურვილი მაშინ უნდა ჩაიფიქრო. გამარჯობა, ანა, როგორ ხარ? უკეთესადაც შეიძლება რომ ვიყო, მაგრამ კარგად. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა რომ მომიწვია, არ ვიცი რა ელოდები ჩემთან დიალოგში, მაგრამ მეცდები რომ ის იყოს რა ქვია, საინტერესო. მეცდები რომ ჩვენ დაგიცვათ საინტერესო კითხვები და ქალაქის თეატრში ვართ არაჩვეულებრივ სივრცეში. მადლობა ამ ხალხს რომ დაგვითმეს ეს სივრცე და ეს გადაცემა ალბათ გვიან გავა. მაგრამ ზეგ 2 ივლის არის დაბადების დღე ქალაქის თეატრში და გეპატიჟებით სულით და გულით ძალიან გაგვეხარდება. 2 საათიდან იწყება, მთელი ღამე გრძელდება, ასე რომ როცა მოიცლი, შეგიძლია შემოირბი. ძალიან მიხარია და ვულოცავ თეატრს და წარმატებებს ვუსურვებ და ჩვენს ქალაქს და ქვეყანასაც კიდე ბევრ თეატრს. ვარსკვლავი რომ ჩამოვარდება, სურვილი მხოლოდ მაშინ უნდა ჩაიფიქრო. ვიცი. არა, შეგიძლია ისე ჩაიფიქრო. იმაზე, ახალ მთვარეზეც ხო იფიქრე? ახალ მთვარეზე მე ვიცი, ბებია ჩემი ფულსაც ჩვენებდა ხო. მე ჩვენებ ხოლმე კარგი იდეებს. ფულს არა, მაგრამ რა, მე ბევრი უნდა ჩვენო მაშინ და ხა. 2 ლაი რო ჩვენო რა აზრია? ხო, ბევრი უნდა კონდეს. ხო, ბევრი თუ გაქვს მაშინ აღარცა ჩვენო რა თქმა ჩვენ. სხვა რაღაცაა მოსაფიქრებელი. სარკის წინ გქონია რეპეტიცია? კი, კი, ყველას გქონია. ისე არ ვარ მაგის მომხრე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ რაღაცა აგდებით ვუყურებთ, მაგრამ მოკეთ ეს ისეთი სფერო, აი იქით რატო ვიყურები რაღაც. ეს ისეთი სფერო არის, რომ სივრცეში თეატრში ეტყობა მაინც ის რაღაცა იქით, ხო, მოიტანა თავის. იცი როგორი პროფესია, გინდ სარკეში იყურე, გინდ ვიღაცასგან გადმოიღე, გინდ მუსიკა ჩაირთე, თავარი შენ საქმე გააკეთო სცენაზე რო გახვდა და იქ უკანას აკეთებ. ყველს თავის ამზადებულ აქვს რა. ხო, იცი რა არის, მე ერთხელ ერთმა რეჟისორმა მითხრა, რომ სარკის წინ არ გინდა რეპეტიციო, როცა მსახიობი ვიყავი, სანამ რეჟისურას დავიწყებდი, იმიტომ რომ სარკის წინ გინდა არ გინდა იპრანჭებიო. ხო, რა არის, და ლამაზი მსახიობები ხომ მოსწონთ? რეჟისორებსაც მათ შორის. ლამაზი მსახიობი მოსწონთ, მაგრამ ამ ლამაზი მსახიობის შესრულებული გაპრანჭული როლი ამდენად კარგია იმისა. ხო, ალბათ თუმცა ყველა რეპეტიციო. არა, მე რაღაც კი. მე სარკის ძალიან გვიან ჩავიხედე სარკეში და საერთოდ მომეწონა რა დავინახე. და ალბათ კარგი იქნებოდა ცოტა ადრე ჩამეხედა, იმიტომ რომ რაღაცებს აი ესე დავარეგულირებდი. მაგალითად აი სახელმწიფო რო გამოვდივარ სახელიდან ყველა მეუბნება რომ ძალიან გიჟვით ნუ გაიცინებ ეს ბავშვები მაბარებე ხოლმე ხო ეტყობა ეს ნაზად რო ვიღიმი ხო მაგრამ ბუნებრივობა უფრო მე მგონი გადამდებია ხო მაგრამ საკაში თუ ღიმილს დავა მუღამებთ ხო ეტყობა რაღაცა მაინც აი არის რა ეს ტექნიკა რა ჩვენ ხო ტექნიკას ხო ყველაცად ჩვენთან ვიგონებთ მე ტექნიკას მე მოდის ასაკში და მე გეუბნებიან რომ მე უკვე თავი აღარ აკაკრო რაღაც როცა სწავლობ ვეღარ აკეთებ უკვე ფიზიკურად ბოლო კადრი ჯობია თუ პირველი კომენტარი? პირველი კომენტარი ალბათ გაჩნევ. ბოლო კადრი სევდიანია ძალიან.
ბოლო კადრი ძალიან ნუ გააჩნია პროექტი. მე ბევრი ბოლო კადრი მაგ გადაღებული სერიალში, იმიტომ რომ ყოველ 2 თვეში იკეტებოდა, იხურებოდა და აი ეგეთიც ქონია რა, ეხა რომ ვიღებთ და დარეკეს რომ აი ესა და დავამთავრებთ ამ სცენას და წავალთ თუ რაღაცა და დაგვიმთავრებია ეს სცენა და წავსულვართ. ეხა არის რამე შანსი რომ აღდგეს თუ აღარ? რა ვიცი, არ მგონია რეალისტი თუ იქნები, არ მგონია რომ აღდგეს. რა გეზარება, მაგრამ მაინც აკეთებ. ძალიან ბევრი რამ. რაც უნდა გააკეთო, ძირითადად მეზარება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის ვაკეთებ. იცი რა, მივხვდი ზარმაცი არ ვარ. სადღაც ეგ გადავდე რა, ეგ სიზარმაცე რაღაც ასაკში. გია როინიშვილი გყავდა სტუმრად და იმას ვკითხე რა ყველაზე რა გეზიზღება მეთქი რომელი სიტყვა თქო და უნდაო. ხო, აი უნდა. და ხათრი ამოვაგდე. ხათრი ძალიან ცუდი რაღაცა ყოფილა. ამოვაგდე? კი. იცი რაღაც ასაკში ხათრით აი მე ძალიან ხათრიანი ვიყავი და ისეთ რაღაცები გამიკეთებია რა ძალიან მანგრევს, არ არის ჩემი, არ ვიცი როგორ და ძალიან დიდი რესურსი და მე მივხვდი რომ შეიძლება ხათრის გამო ის ადამიანი დავკარგო, იმიტომ რომ იმ ადამიანმა მაიძულა რომ მე რაღაცა გავაკეთე და მე რაღაცა დისკომფორტია ურთიერთობაში. ეგ ძალიან მაგარია. ხო და გულწრფელი თუ ვიქნები, ვეტყვი რომ აი ვისწავლე რაღაცა ფორმით, რა მივხვდი რომ ეს არ არის ღალატი. ყველაფერს რა თქმა უნდა შეიძლება ვიღაცა ძალიან სჭირდებოდა და შენ არა შენი საქციელი გააკეთო. მაგრამ აი უბრალოდ ხათრის გულისთვის რომ რაღაცე ყველაფერს შვებოდე და რაღაცებზე უარის თქმის სწავლა. ესე დრომობდი მე ვხვდებოდი რა იყო და რომ ვისწავლე ძალიან კარგია. 1-2 ჯერ ვთქვი და გადავრჩიე რას მე. ძალიან მაგარი. მეც ვიქნე, მაგრამ მაინც იქ ვარ მე ისე. ხათრი ისე თუ დამსდევს. არა, მაინც გიწევს რა რაღაცეებზე, იმიტომ რომ გიწევს რა. ვიცი რომ ლუდი გიყვარს. კაიაკია ჩვენი მეგობარი, ჩვენი სპონსორი, მაგრამ საჭეზე ხარ და საჭე და გუია. საჭესთან. მაგრამ მომიჭახული. კი. ლუდით უკვე ყველაფრის დღეგრძელობა შეიძლება რა. თავი თუ აუშვი სად მედიხარ? ალბათ ეს იმაში რა ქვია. 100 კილომდე ავალ და ისტერიული ქალი ვარ. იმიტომ რომ გურმანიც ვარ და ემოციურიც. და საყვარელმა ფრაზამ დაკარგა ფასი? ეხა ისე აირია ყველაფერი, რომ ყველა ფრაზა, საერთოდ სიტყვები, ანუ იმ ემოციას და იმ რაღაცა ქაოსს სიტყვებს აღარ გჯერა სიტყვების. ხო, არა. ზოგჯერ აი ის რაღაცა შექსპირს აქვს, რომ ეს ჩემი ცხვირია და ეს არ არის ჩემი ცხვი. ეგეთი რაღაცები მინახავს, რომ უყურებ, ეგ არის, მაგრამ ხვდები, რომ ეგ არ არის და სულ სხვა რაღაცა ყნოსვით ხვდები, რომ ვაფშე სხვა რაღაცაა და ხო. ყოფილა მთავარი თურმე რა. და სახლში რო შედიხარ, გარეთ რას თქო? ვაფშე ვერაფერს ყველაფერს შევდივარ. შეგარ 5 კილო კარტოფილი მოშლინე და გამისკოლები და ყველაფერი. ყველაფერს შევდივარ. და გარეთ ტოვებ სახლში რა? კი, ყველაფერს. სახლში ვტოვებ. სამსახურში არ შეიძლება 5 კილო კარტოფილი და მისკოლებით შესვლა. აი მან დატოვა. ფანჯარა გააღე და რა შემოვიდა? ძირითადად დამტვირთვანი შემოდის ხოლმე ჩემთან, იმიტომ რომ ჩემს წინ არის რაღაცა ეგრეთ წოდებული მავალ შემკეთებელი ქარხანა, რომელშიც გადაწყვიტეს, რომ ბევრი корпуსი უნდა ჩაიდგას. რომელსაც მე ვუყურებ და მეგონა რომ ერთ-ერთი საუკეთესო პარკი იქნებოდა მთელ ტერიტორიაზე და ანუ ხან რაღაცა იწვის, ხან იქით ბაზრობის ტერიტორია იწვის, ხან იქით და ის ბოლი მოდის ხოლმე ჩემთან და რო იწვის იქ ზუსტად ვიცი რომ ერთ 5 თვეში ლამაზი корпуსი ჩაიდგება და ამ ბოლო დროს სულ დამწრობის სუნი მოდის ხოლმე. და როკეტა რა რჩება? როკეტა რა რჩება? რა ვიცი, რაღაცნაირი სევდა ხოლმე. დაკეტილი ფანჯრები და უშუქო ოთახები არ მიყვარს. განსაკუთრებით ზაფხულში. ემოციას შეგროვება ჭირდება თუ გაშვება? ემოციას ხან გაშვება, ხან რა ვიცი, გაჩნია რა. ანუ რო გაჩერება სჭირდება, ყველაფრის გაშვება არა, ალბათ. უფრო თუ თქვა ხო? თავშეკავებულობა უკეთესი. არის რამე რაც საკუთარ თავთან დაგჭა უთქმელი? ჩაუთქმელი? უთქმელი, ანუ ვერ უთხარი შენ თავს. არა, ერთხელ ჩემ თავს უთხარი, რომ გილოცა მაგარი დებილი ხარ მეთქი და შენთან მიიყვანე შენ თავი. და ეგრე უთხარი, მე უკვე პირდაპირ ვურთიერთობთ. პირველად რომ ვაღიარე, ძალიან მომეშვა და მე მაგის მე პირდაპირ ვეუბნები ხოლმე რაღაცებს. სიმართლეს სიშიშვლეს სჭირდება თუ გაფრთხილება? სიმართლეს სჭირდება შოლტი. კაი შოლტი, კი, ალბათ. ის შოლტი? შოლტი რატო ჭირდება? რა ვიცი, ესე ბებიები და ხმაში. რაღაცა ხენ, მათრახით, რა ვიცი, ხანდახან რა. იმიტომ ზოგჯერ სიმართლე
იცი აი რაღაცა ისეთი ვისწავლეთ რაღაცა ჩემი აზრით და იქით აი აქედან თუ შევხედავთ და იმის ხარიდანაც შეხედ და ისე და მე ძალიან დიპლომატი ვარ და რაღაცა რა ვიცი მე ყველა იმით რომ ან ბევრი სიმართლე მგონია ზოგჯერ მე ხვდები აი ერთი მოიცა ერთი ეს სიმართლე ძალიან სუბიექტური ამბავია ხო და არ არის სიმართლე არის სიმართლე ხა თეთრზე ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ რომ თეთრია თუ ისე ან თეთრია რა სადღაც ვიღაცამ თეთრად გააჩინა თეთრი რომ მოგინდება შენც იმას უნდა მიაკითხო და მეც ამას უნდა მივაკითხო და აი მაწონზე რო გიქიცებენ რომ შავია უბიბიათში მითხოდა ხერხულია ხო და ამიტომ ხო რა ცოტა ის უნდა გამოფერთხვა ხოლმე სიმართლეს იმიტომ რომ სიმართლე არის სიმართლე ჭორიკანა მეზობელს დადებითი რა აქვს? ფორმაში გამყოფებს ალბათ რა. იმან რამე არ თქვას ალბათ, რა ვიცი. და ფეყაკრებით დადიხარ იმის წინ. მე არ მყავს ეს, არ მყოლია. ეხა საერთოდ სადღა არიან ეგეთები, მაგრამ არ მყოლია ჭორიკანა მეზობლები. ხელგაშლილი ადამიანი ღარიბია? თუ კითხებსო. იცი როგორ არის ხელგაშლილი ადამიანი? გააჩნია როგორ მიუდგები რა. რასაც აკასებ. დაროვა ირაკი, ხელს ხوار გიშლი. შენ შემოსული. კი. ამას უყურს პოდკასტ, ჩემ პოდკასტებში შემოსული. მოდი ირაკლი რა ვიცი, როგორ ახლა შენ შემოგვიდი, კი. როგორ ახლა? კარგად, შენ? მე რატო არ ჩამეხუთ? ამხარდა შენი ნახვა. ჩემი ნახვა გავხარდა. შენ ეტყობა ხშირად ხედავს. დალაიქეთ. დალაიქეთ შეიძლება. გენაცვალ. დროები. მე დავკეტე. ხო იცი. ხო და თუ რასაც გასცემ შენი რაც არა დაკარგულია, მაშინ ხო არ არის, მაგრამ თუ ხელგაშლილი ხარ? ხო, მე ძალიან შეძლებული კომპანიებისგან და შეძლებული ადამიანებისგან ისეთი წუწუნი მაქვს მოსმენილი, რომ მე მეგონა რომ ძალიან კარგი ცხოვრება ცხოვრობ. ხო, ასე რომ უფრო გულწრფელი ხარ თუ ზრდილობიანი? ეცადე კეთვა ახლა. ალბათ უფრო ზრდილობიანი. თუმცა ალბათ უნდა იყოს წელიწადში მიტევების დღე ხო გვაქვს. ხო და რაღაცა ერთი დღე უნდა იყოს, აი წარე სიმართლის დღე რა, ძალიან კაი იქნება. ჩვენ ისედაც უკვე არ არის საზღვარი აღარ გვაქვს ადამიანებს სოციალურ ქსელში რა და სოციალურ ქსელში არა ტრადიციად. პირისპირ გვიჭირს. არა? გაჩნია ხო აი ზოგჯერ არიან რომ აი ეხლა რომ მოვდიოდი რაღაცა სტორები ჩავწერე რომ მეთქი ხა მივდივარ თქო და რაღაც უფრო კარგ ხასიათზე ვიყავ მაგრამ ამბობ დროს ისეთ რაღაცებს ამბობენ ადამიანები რომ მუნჯდები ხომ აი პირდაპირ ნიშნა აი რაღაცა აი დაგამუნჯებენ იმიტომ რომ აღარ იცი რა გაუპასუხო აი არ იცი რა მან სად რა პასუხები ხო და ალბათ უფრო ზდილობიანი რა მაგით დავიტყოდი მეორედ აღარ გამამეორებინო როცა გეუბნებოდნენ ამან გონება გაგვივარჯიშა არა, მაგრა გეშინია, რომ ნეტა რა თქვა, ეხა რა უნდა გაიმეორო და კითხვასაც ვერ უსვა. რატო არ უნდა გავიმეორო? ხო, რა ვიცი, ალბათ ვინ უნდა თქვას, ეგ პედაგოგმა და პედაგოგმა ზუსტად უნდა მეორედაც გაიმეორო. ხო, მარტო პედაგოგები არა, მე მგონი. მშობლები? მშობლებსაც უთქვამთ ალბათ. ხო, ალბათ. მე ხა ჩემი თავი გამახსენდა, ალბათ მეორე. ეგრე არ ვამბობ, მაგრამ რაღაცები მიგულისხმია, კიდევ არ დამჭირდეს ამის თქმა, თუ რაღაცა სხვა ფორმით მიმართავ, ხო. ნერვი როდის გიტოკდება? სულ მიტოკდება, ძალიან ძნელია ნერვების დაწყნარება. სულ ტოკავს. სულ ტოკავს. კი. გამქცევი მაინც გაიქცევა? აუცილებლად. ძალიან ვისაც არ შეუძლია, აუცილებლად წავა რა, ადრე თუ გვიან, სულ რა დააბა ყველა ვარიანტში. ბალის რომ შეეძლოს ლაპარაკი, როგორ დაგახასიათებდა? ალბათ რა ვიცი თქოდა. მოჭეჭილი. იჭორავებდა. მოჭეჭილი სახით რაღაცებს იტყოდა, ხო რა. ძალიან ცუდია ბალიში რა ხარ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბალიში. როგორც ფეხსა. ჩემ აქორმა თქო, ჩემ ქმარს მაგალითად ვაკებ ხოლმე რა სიბრძნეებს ამბობს, ეხა მეტყვის რა წესია. ბალიში და ფეხსაცმელი რაღაცა ისეთ რადიო. ბალიში და ფეხსაცმელი არის ორი უმნიშვნელოვანესი რაღაცა რა. ანუ თავით კარგად არ გიდევს, მეორე დღეს არ ვარგიხარ და იმ დღეს ფეხსაცმელი თუ გიჭერდა. აი ძალიან ცუდ დღეში ხარ. დანჩი ყოველთვის აიტან მეტნაკლებად ადამიანი. ბალიში ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ასე რომ ბალიში ისეთია რა, პატივსაცემი პიროვნებაა და თხილად უნდა მოეპყრო. რომ გეკითხებოდნენ დედა, მამა თუ შოკოლადიო, რომელს ირჩევდი?
რომელიც შოკოლადის ყიდველი იყო. ყველა, იმიტომ რომ 90-იანებში შოკოლადი ძალიან იშვიათი იყო. მაინც დედა და მამა უშოკოლადოთ. ალბათ ეგ უფრო რეალურია. და თუ ბუნებამაც არ უშველა, მე რა ხდება? აფერი არ უშველი საერთოდ. ეგ არის ბოლო. დაღუპულია? დაღუპულია, ხო. სიყვარული ხეზე ამოტვიფრით იწყება თუ მთავრდება? ხეზე ამოტვიფრით ალბათ დასაჭერი არის ეგეთი სიყვარული პირველ რიგში. მეტი რო ფანტაზია რა აქვს და ხო რა არის. კაწრავენ. ხო რო კაწრავენ და რაღაც დასახია რაღაც ცულზე უნდა იცხოვრო და ტოტზე დაეტიო და ნემსის ყუნწზე და აი რაღაცა ის არის ხოლმე. ეგრევე რო უტყავენ დაწყებული არ აღზიანდება ხო იცი იქვე რომ უნდა აღმოფხვრა ეგ არის. სიზმრის გაგრძელება გიცდია? აურა მაგარი და ცუდია რომ გაიღვიწებ. ძალიან ცუდია. აი ესეთი სიზმარა არა ვარ, მაგრამ გამიღვიძია რაღაცა ასაკში, ალბათ უფრო ესეთი თინეიჯერების ასაკში გამიღვიძია შეყვარებული და ალბათ ეგეთი ადამიანი, აი ვიღაცას რო ნახავ და გიყვარს რომ გაყვება ეგ, რომ გიყვარს, უცნაურია რა. და მე იტყვიან რომ ის სამყარო რაღაც არ არსებობს და კიდე შემიბრუნები და ბევრჯერ შემიბრუნები და რამდენიმე სიზმარი რამდენჯერმე მინახავს. ხო, კი, ეგ არის. ეგ არის. და შუქი მოვიდა თუ დაგიყვირია? კი, კაცრა, მთელი ჩვენი ბედნიერება იგი, მთელი თავგადასავალი ბავშვობა იგი. კიდევ კაი რომ შუქი მიდიოდა და მოდიოდა 90-იანებში რა სიხარული იქნებოდა. ანუ ესეთ შევხედავთ, კარგია რა. ხო, გარეთ ვიყავთ, თამაშობდით, ურთიერთობა გქონდა. ხო, ეხა არ არის ეგეთი корпуსები, რომ გარეთ გახვიდე. მე არც ვიყავი, ეზოში ვიყავი ხოლმე მარტო დიდად თამაშობდი, იმიტომ რომ ჩემი ტოლი არავინ არ იყო. და შუქი რო გიხარო და ისა და ყველა მოზარდი ელექტროობაში მაგრად ვერ ყვეოდეს, იმიტომ რომ იმდენი გადმოჭებული იყო, იმდენი ის რომ ჩვენთან იყო მეტროს ეზოს და ბევრი. ასე რომ. თვალწასულ კოლგოტზე თუ კოლგოტზე მანიკური წაგისვია? ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ აი კოლგოტი 90-იანები და კოლგოტი ყველა გოგოს ძალიან დიდი ტრაუმა იყო, იმიტომ რომ ყველა მერხი იყო გაფუჭებული აბსოლუტურად და მარტო ერთი დღე გეცვა ის ძალიან ზვირიანი კოლგოტი და ამიტომ ალბათ ყველანი დავდიოდით ჩავლებით რა, იმიტომ რომ ძალიან ზვირი ყიდა იმ დროს. კი, კაცო. კოლგოტი ასე რომ სულ ყოფილა რომ სტორი არ დაგიდევს და დაურეკავთ. არა. რა გადამაკიო სტორი რატო არ დადე? და თუ ყოფილა შემთხვევა რომ გითხოვს მე მაგას არ ვიზამდიო და მე გიქნია. რა თქმა უნდა, კი. არ მახსოვს ფრაზე, მაგრამ იქნებოდა. უეჭველი იქნებოდა ხო? კი. მეც ბევრჯერ. ხო. უკვე იმ ასაკში ვართ რომ ხო. ეგ უნდა ვიცოდეთ ახლა რა. ChatGPT-ის პირველი რა მიწერე? კასტინგების საიტები. ხო? კი. მოგცა? იმდენი მომცა რომ ეგრევე დავიღალე და დავხურე და მე კარგად იყავ, აღარ მინდა. ისევ ქართველებთან ძალიან ბევრი მომწერა. ისე კარგი არის. არ ვიცი, თუ გამოიყენა. თუ კარგად გამოვიყენეთ. ვინც არჩევანის წინაშე გაყენებს, ის უნდა მიატოვო? არა. იმას არჩევანა მოატყუო. მოკლე გზა ეგ არის, იმიტომ რომ არ უნდა გაწყვეტო ურთიერთობა? აი, მეგობარი რა ვიცი, მეგობარი, შეყვარებული. არა, ნუ რაზე აი რა ადამიანი, სამსახური. პროფესია, ხო, ან რაღაცა ისე და ის. არა, დაილაპარაკო რა. არ ვიცი, ხო, ძალიან სერიოზულად გრძელი პასუხი გინდა თუ მოკლე, ორი ვარიანტი მაქვს მე. როგორ ჩენგიდა? კაი, გრძელს თუ ვისაუბრებთ, ანუ კონსენსუსამდე უნდა მიხვიდე ხა, დაილაპარაკო და უთხრა, რომ ანუ ის რაც აი ხათრით არჩეული, აუცილებლად მე სადღაც ძალიან ცუდად დაგიბრუნდება, აუცილებლად, იმიტომ რომ შენ თუ არ ხარ ვერ ითამაშებ მაგას, აი რამდენი წელი შეიძლება რაღაცა ვიღაცის ხათრით. აი მაგათაც ისა რა ქვია, ჩემი მეუღლე არ ეწევა და შეყვარებულები რო ყავით რაღაცა მესე რაღაცა ის ამ თვითფრას გავდა და სიგარეტი მე გადავაგდე, იმიტომ რომ ის არ ეწევა. მე იმდენჯერ დავიწყე, კიდე გადავაგდე. იმიტომ რომ მე ხასიათით მწეველი ვარ და ახლა ჩემ ქმარს სიგარეტის გადაგდება, ნუ ქმარი კი არა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვიცი, ეგეც. რა თქმა უნდა, მე ვიძახი რითი დავიწყე რა. და შენ ამასთან ბრძოლა გიწევს. ხა ეს არის უმნიშვნელო. თუმცა მწეველისთვის იციან მწეველებმა, ყოფილი მწეველი არ არსებობს. თელი ცხოვრების ესეთი კოშმა სიზმარში გესიზმრება რომ მოწიე სიგარეტი და იყვიწებ ძალიან ეშინებული ხარ და. ხა ეს თუმცა მისგან არჩევანი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან ცუდია ხა ერთი რო ეწევა და მეორე არ ეწევა. საერთოდ. ხო, რა თქმა უნდა. ხა ასე რომ, რა ვიცი, ხარჩევანი და ისე თუ არ ესმის იმ ადამიანს რომ ეგეთ სისულელე უნდა, მაინც არჩევანის წინაშე, მაშინ რა ვიცი, მოკლე გზა არის, რომ უბრალოდ თავი დაუქნია და უთხრა ის რაც თვითონ გაუხარ. ხო, პირველ რიგში უნდა ისაუბრო, კი. გამოცანა.
რაც უფრო მეც იღებ მისგან, უფრო დიდდება. რა არის? რაც უფრო მეც იღებ სიყვარული, ცოდნა, რა ვიცი. სიყვარული ცოდნა. ძალიან კაი პასუხები. ორივე მართალია. უფრო მატერიალურია რამე? არა, ორ მოიყო, მაგრამ ეგ უფრო მომეც. ეგ ისეთია. დედური რაღაცეები, ბავშვებს ვეკითხებ, ჩემ ბავშვებს ვეკითხებ, ზღაპრებსაც რო უყვები, ეჭვს თვალით მიყურებენ, რა უნდა ეხა ამას, რას მიგვანიშნებს და ეგეც ცოტა ისეთია. აი, ხარჯებ ვერ დავხარე, რაც უნდა ბევრი გასცე, არაფერი არ იხარჯება და უფრო მეტდება, რა არის ეს და რა არის და ცოდნა და სიყვარული ეგეც არის. ანუ არ იხარჯება რა. უფრო მაგარი კითხვა მაქვს. როგორ შეიძლება გასროლილმა კვერცხმა 3 მეტრი იფრინოს და არ გატყდეს? დაიბადა მაშინ ესე იგი ჩიტი რაღაცა რა ვიცი. გზაში და ხო რაღაცა ეგეთ ქართული ფილმი კვერცხს რო ისვრის და მე იბადება და მე პრარაბი რო ხდება. პასუხი იცი რა არის? 4 მეტრზე უნდა ისროლო და 3 მეტრი ხო გატყდეს. სწორია. ეგეც არის. თუმცა მე ისე წარმოვიდგინე. როცა გესმის პირველად, აი, სიტყვა 90-იანები, პირველი რა მოდის შენს თავში ასოციაცია? რა გახსენდება? ქურა, კერასინკას რო ვეწერ. კერასინკა. კი. ლამპა. ლამპაც ხო. თუმცა ძალიან კარგი იყო იმდენი დომინო და იმდენი ის გვაქვს ქალაქობანანა თამაშები სახლში და ხო, მე პირველი უბანი მახსენდება რა. და სუნი მახსოვს. ეს სუნი არ იყო ალბათ კარგი, ნავთის სუნი იქნებოდა და რაღაცა დამწვარი პაგრიშკების, საბურავების ბოდიში. ალბათ. მაგრამ გახსენდება. არა, ჩვენ სასწაული თაობა ვართ ხარ, ახლა ანუ ვის რა პრეტენზია უნდა გქონდეს მართლა კერასიკიდან Google-ამდე მივედით. ChatGPT-მდე. ხო, და კიდე წინ რა გველოდება, ხო, ძალიან სწრაფი განვითარების რაღაც ასწრეული არის. ანუ რაღაც სხვადასხვა საუკუნეში ვართ და თან 2 საუკუნე მოხდა. 2 საუკუნე. და ჩვენში დავიბადეთ. მე ვიყავი ალბათ მე 7 კლასში, ტელეფონი რო პირველად ვნახე, Motorola უშველებელის. ყველა რო იყო აქედან რო იწოდა, ძალიან მაგარი იყო ეს გადმოსაწევი. ესეთი, იქამდე მანქანებში მქონდა ფილმები, ნანახი, ფილმებში. ხო და ანუ ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა გამოვედით ეს ქვიშხანიდან და შევდივარ ძალიან და ზუსტად. თან არავის ნაკლებად ფეხს არ უწყობთ ამ ყველაფერს. არა, ძალიან ძერსკები ვართ. ყველაფერს მაგარი ისეთი გადარჩენის ის აღმოგვაჩნდა რა. ხო, მე მომწონს ჩემი თაობა. კი, მეც მომწონს. რომ მოგიწიოს რომელიმე მწერის არჩევა შესაჭმელად, რომელი მწერს აირჩევდი? კოღოს. What? კოღო, იმე ჩვენ კოღოება რა გვიქნეს საჭაში. მე ზიზღება. არა, ამას არ ეკარება კოღო. მართლა არ ეკარება. ანუ ჩვენ ვიყავით, აი თავიდან გაყიდო შენი სისხლი. შაურზე ვიყავით და თავიდან ბოლომდე სულ კოღო გვყავდა რა და ამას უყურებ და არ ეკარება. მე ამასთან ერთად მოძრაობით გავიდა. ანუ შენი ხარ ევკალიპტის ბუჩქი თუ რაღაც მშობლები რო იგონებენ, ძმარი და წყალი, მარილი და ოჩახ შენ ყოფილ ხარ საჯიში ადამიანი. საჯიში. ნამდვილი. ჩემ შვილებს ეკარებიან ასე რომ. ვა, სისხლის ჯგუფი არის ის, რომელია შენი სისხლის ჯგუფი? არ მახსოვს. ყველაზე მაგიტო არ გიკარე, კოღოები ვერ გაი. მეორე ორყოფითი ვარ მე ეცქს. არ ვიცი, აბა ეთყობა. კანის ამბავია. შეიძლება. ყველაზე უცნაური საქციელი, რომელიც გაიკეთებია ბიჭის ყურადღების მისაქცევად. მე? ძალიან ბევრ სისულელეს აკეთებს ადამიანი ბიჭის ყურადღების მისაქცევად. რაღაცა ცვიას ალბათ ყველაზე მეტად ყურადღების მისაქცევად არა, მაგრამ რო არ შერცხვე თუ რაღაცა, აი გარეთ გავსულ ვარ საჩხუბად გოგოები. და კარი მიმიჯახუნებია მაგრად, იმიტომ რომ ისეთი კარი იყო, რომ კარგად ვერ იღებოდა. ანუ აი რაღაცა ნაწილი რო რჩება ხოლმე და მე რომ უნდა მიარტყავთ, კაიგით გაფუჭებ და მე მაგრად მივაჯახუნებ, დიდხანს არ გამოსულიყო ისე, რომ თუ გამლახავდნენ, ეგ მაინც არ დაინახა და მაგრამ ბოლოს მაინც გაგვაშველეს. შეიძლება არსებობდეს ნამდვილი სიყვარული პირველი დარტყმის დროს. ალბათ გულისხმობს, რომ ეს სიყვარულს ვაგიხსნი და შენ უღლაწუნებ. ჩვენ დროს ხომ მოდაში იყო ეგ ბავშვობაში. ასე რომ მოყავ, გაალაწუნა, აუ ეგ ძალიან ვისლი მიაუთ რაღაცა და შენ გაარტყავდი, ხო? ყველა ვოცნებობდით, რატო ვოცნებობდით ეგეთ ბორჯომში სულ მინდოდა რომ რაღაცა ოროდის რაღაცა ვისლი მიაუთ თუ რაღაცა რო იყო და შენც მოქსულო და ეკისა და ის ბიჭებიც რომ ძალიან მაგრად იყვნენ. გაარტყმის დროს, რა ვიცი, არ ვიცი. მაგრამ პირველი სიყვარული არსებობს და ძალიან მაგარი ალბათ, ხო? ცოლ-ქმრის ჩხუბი გიშ ნამდვილი რომ მეგონა ნამდვილი იყო?
აუ რა კარგია. ის გიჟი თუ გიჟი იყო ეგ არის გასაგებია. არა ხო, ცალკე შუბი, არა ხო, არ არის ნამდვილი. თან ჩვეულებრივი რაღაცა არის. მე მგონი ლოგიკური ამბავია. ანუ ორი დასრული ადამიანი რო გადაწყვეტს ერთად ცხოვრებას, ხანდახან აი რო დაფიქრდე, რატომ დაიყო ეგ პასუხისგებლობა, ძალიან რთული პასუხისგებლობაა და დიდხანს და ჩვენ რაღაცა მაგრები ვართ ადამიანები. მაგის ორი დასრული ადამიანი რო შეთანხმდება რომ ერთად იცხოვროს და იყოს და ადრე საერთოდ წინათაობა საერთოდ ისეთ პასუხისგებლობებს იღებდა რომ რა ვიცი, ხო სხვის წინდებს რომ უნდა სდიო და ურეცხოთ თუ რაღაც. აი საერთოდ ეგ ვაფშე რა შეგი, აი რატომ უნდა მომდეს იმ ქალს რომ გათხოვდეს. მართლა არ მესმის. ხო, გახსოვს. ეხლა უამრავი რაღაცა. გახსოვს ძალიან საშინელი გამონათქვამი ის იყო და რაღაცა ნასკი გამხადე ქალ. გახსოვს ეგ გამონათქვამი? როგორ არ მახსოვს კაცო, კი? ნასვამიკა, ნამდვილი ნასვამი ქართველი კაცის. ეგ ხო, მაგაზე ხო გადაობდით ჩვენ, მაგრამ ეგ ხო უბრალოდ არ ხო, უბრალოდ არ გაჩნდა, უბრალოდ არ გაჩნდა რა. საიდანაც მოდის. კი. ბავშვი გააღვიძე ვაკოცებ და დააძინეთ. კი, ბავშვი გააღვიძე რომ მოდი მანქანის გასაღები მომეცინა სვამზე თუ რა. კი, ხო, რა, არ ვიცი ეს, რა გითხრა. მე მაინც ის მომწონს რომ ქალებს რაღაცნაირად სუსტ სქესს რო ეძახიან და მე რო ყველაფერი უნდათ რომ ამ სუსტ სქესს აკადრონ და გააკეთონ და რა ვიცი ბაზარშიც იმანციაროს და პრარაბის თვითონ იყოს და ის ძალიან არის ეხა? ეს ისეთი, ეს ცოტა გენეტიკა, ანუ დიდი ხანი მეხსიერების ამბავია რა, ეს ესე კაცები ცდილობენ ესე არ იყოს. ზოგი მოდის გამო, ზოგი უბრალოდ მიხვდა რომ ეს მარაზმია. მაგრამ ნახე, მეც ვეხმარები ამბობენ. მეც ვეხმარები ბავშვის გაზრდაში. და რატო ვეხმარები შენი შვილი? ვის ეხმარები? მეც ვეხმარები ბავშვის. მე ვეხმარები, სულ ვეხმარებ. მეც ვიტოვებ. ვის იტოვებ შენი შვილი არის გვია იტოვე. ანუ ხო წარმოგიდგენია მამა რა შენზე ყოფს რომ მე გოგო ვარ ეხა და აი მამა ჩემი აუ რა კაი რაღაცა შეიძლება მეც მithkoms ეგ რა კაი რაღაცა თქომს იდეალურ მამასაც და ეს ძალიან ისეთი რაღაცა აი რაღაცნაირი ესეთი ქვეცნობიერი გამჯდარია თუ რაღაცა ესეთი რა. ხო ანუ სხვა რაღაცას გულისხმობ, მაგრამ იმდენად გამჯდარი რომ ამას ამბობ. აი შენ საქმეზე ვიყავი წასული გეტყვის და ჩემ საქმეზე რაც ნიშნავს იცი აი რა ვიცი რაღაცა სამზარეულოს რაღაც საქმეზე თუ რაღაც ეს სამზარეულო ჩემი ხო სამზარეულო ყოველს კაბინეტი აი რაღაცნაირი ეგეთი არის რა ეგ რა და ქალები ძალიან ბრძენი ხალხი ვართ რომ იცოდეთ ამასე რომ ხო მაგ ყველაფერს ხო მაგრამ ვასწორებთ ჩვენ გამოვასწორებთ ჩვენ ბიჭშვილებში მე ისინი კიდე და მე ყველაფერი დაალაგდება არ ინერვიულობთ ჩვენც გამოვასწორდები თქვენ ვერც კი მიხვდებით ისე გამოსწორებთ უმტკივნეულოდ ეგ ის არის არჩევანის წინაშე რომ ვიღაცამ დააყენა იქ ვიღაცა ქალი დათანხმდა იკითხა რომ დამისი და მე ნელ-ნელა მიდის აღმზრდელობითი ისა კი თელი საუკუნეები რა ანუ ქალი და კაცი თანასწორია ქალი და კაცი თანასწორია კი და არ ვიტყვი რომ ქალი აი როგორი რაღაცა იცი არის რაღაცები რაზეც ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება ქალს და კაცს თუ მოინდომებს იმას აი ესე და გააკეთებს და მე შენერვები გეშლება რომ მე ამდენი ვიწვარე და შენ აი ესე შეგიძლია გააკეთო და რატო არ აკეთებ რაღაცას ხო აი რა კონფლიქტი რაღაც არის ხოლმე იმიტომ რომ კაცი ამას უყურებს რაღაცა რომ გეზარება ან ამისთვის არ განწყობა რაღაცა ის არის რა ქვია და მე კიდე ქალებს გეუბნებიან ემოციურები ხართო და მე მგონი კაცებს უფრო სჭირდებათ რაღაცა განწყობა რაღაცნაირ ხასიათზე მოსვლა რაღაცა აი რაღაცა რა რაღაცას რომ დიდ პროექტს ანუ ნატურის გამოცვლა არის როგორც დიდი პროექტი რომ სადღაც შეგიჯე იტანო ტენდერი მოიგო მე დახაზო იქამდე გათვალო საწვავი რამდენი და მე გამოგიცვალოს ნატურა და ქალ შეუძლია აქ საჭმელი და აქ ბავშვს სიცხე დაუზინჯოს თან ცვალოს და თან კიდე რაღაც ჩათვლი კონდეს და უსმინოს ხო და ქალი არის ეგეთი და მე მგონი აი ბიოლოგიურ დონეზე არა კაც ორი რაღაც ერთად კეთება და ეგ მაგხრივ ქალი ძალიან ისა ხო ანუ ძალიან ერთი და იგივე რაღაცა ხო მე არა რას ვამბობ იცი აი ეხლა რაც თქვი ძალიან მომეწონა რომ აი მეც ვიტოვებ მეც დავიტოვებ მეც ბავშვს სამოს მაგრამ მე მგონია რომ ხო ეს რაც ხდება არც კაცის ბრალი არც ქალის უბრალოდ ბუნებრივად ხდება რა ხო რაღაცა სადღაც ესე გაჩნდა მე ხა რაც შენ მოყევი ბევრ ამაში დავიჭირეთ ჩემი თავი მაგრამ ამას შეგნებულად არ ვაკეთებ ვიცი ხო ჩვენ მაგიტო გვიყვარს კაცები ქალებს რომ ეს ვიცით რომ შეგნებოდა ეს დედური ინსტინქტიც გადარჩენილები ხართ რომ აბა ძალიან ბევრი ოჯახი დაიგრეოდა ანუ აქ რა ამ ქალს რაღაცა ისეთი მოყოლილი თავიდანვე რომ მეტის მოთმენა და უფრო აი ზუმაუთი და უფრო შორიდან და უფრო ისე შეუძლია რა რაღაცები წარმოიდგინოს მაშინაც კი როცა ვიღაცა შეუძლია ხო რაღაცა ძალიან ინდივიდუალურიც არის ეგ რა რა თქმა უნდა
ქალშიც, კაცშიც ხო. რა თქმა უნდა. ინდივიდუალიზმია ყველაზე მნიშვნელოვანი. კი, მაგრამ აი გოგოც ხო მაინც კლასშიც ხო გოგოები უფრო ადვილად უფრო სწრაფად დიდდებიან. კი. აი რა არის ხა რაფერი სულ ერთად რო დასვა, რა ვიცი რა, კარგი ისე ალბათ იქნება 1000 კვლევაა ჩატარებული. კი, ხო, და ეგეცინება და ხო ესეა. და ალბათ იმასაც მე უფროსი ხო უფრო სხვანაირად გიყურებს რა. და ქალი უფრო მზრუნველია 4 წლის გოგო და 4 წლის ბიჭი ქალი ექცევა როგორც დედა იმას, პატალა თუ რაღაცა სიტყვის და როგორი საყვალელია, თუ რაღაცა ენას მოუჩლიფებს და ესე კი მე მინახავს ესე და მე თვითონაც გამიგია რომ ვიღაცაზე რომ მithქვამს, იმათ გაუცინიათ რომ რა კარგი ბავშვია ვიღაცაზე მithქვამს ჩემს ბავშვობაში და ესე ექო გამიგია ვიღაცები რომ დაგცინებენ, გაიცინებენ რა და მე როგორც დაცინვა ესე მიმიღია და შევხვდები რატო გაიცინე იმ მომენტში ისე და მე რაღაცა აი შეიძლება 40 წლის მერე გაგახსენდეს ეგ ისე და ხვდები რომ შენ ზუსტად იგივე ასაკის ბავშვზე გაქვს ნათქვამი რომ პატარა პრასაყვალელი ბავშვია. შენ ტოლოს, მაგრამ ბავშვია ის შენთვის იმ მომენტში რა. როგორ ფიქრობ, რობოტები დაიპყრობენ მსოფლიოს? არა, ვერ დაიპყრობენ, იმიტომ რომ ადამიანის სიყვარული სჭირდება. სიყვარულად ვაფშე არაფერს აზრი არ აქვს, ამიტომ მგონია რომ რაღაცების იქით რობოტებს მოვსვავთ რა. ვერ გავლადდები. გავთიშო. ხო. უბრალოდ ისე ვიზავთ რომ დავღლით. ჩხუბისგან თავი ადვილად დაგიღწევია? კი, საერთოდ თუ კონფლიქტო ადამიანი, რა ვიცი, სანამ მშობელი გავხდები, ძალიან კონფლიქტო ვიყავი და მე ცოტა ბავშვებთან მომიწია რაღაცების დარეგულირება და ძალიან რთულია. და ისე ზოგადად, ხო, არ მეყვარს რა. ძალიან დიდი ენერგია მეხარჯება შინაგანად, ამიტომ ვცდილობ რომ ცოტა ბავშვებთან ბოროტი პოლიციელი შენ ხარ? კი. და ყველა ჯიგარია. მე ვარ, ხო, მაგრამ მე ვარ მაინც დედა პოლიცია. მართლა, რა კარგად გადაგინაცილებ. მე უარყოფითი როლი მაქვს. მაგრამ მე მაინც დედა ვარ და ანუ მაინც დედასთან უნდათ და მაინც ისეთია. არ ვიცი ხო. ბოროტული. ვიტყვი, რა ვიცი, აი ჩემთან აი დედა დავილაპარაკოთ რა. ბიჭები გყავს თუ გოგოები? გოგოები. მართლა? ეს გოგო მყავს და მამას გოგოა ის კაცო. ესენიც მამას გოგოები არის, მაგრამ რაღაცა მოთხოვნები რო არის, ანუ მაინც ჩემთან უნდათ რაღაცა ჯერ რაღაცების გარკვევა, იმიტომ რომ მიხოთ იმისა, რომ მამა და დედა განიხილავს ამ ყველაფერს და პასუხს და კვამლი ამბობენ და გაგაგებინებთ, რომ შევა რაღაცა მაგნონეს, რომ ვაშინებთ ხოლმე, კაი რა, უთხარი რომ არა, ანკი. და ესენიც გადავარდებიან ხოლმე ამ უარზე, რომ ვითომ ან დაის რაღაცა სისულელებს რო გეუბნებიან, რაც იგივე შენც გითხოვს, მაგრამ ხო, რა ვიცი. ჩემთან მაინც მე ვარ ხოლმე. ესეთი კითხვა გვაქვს. სამზარეულოს ჭურჭელი რომ იყო, რომელი იქნებოდი? რაღაცა ძალიან ცნაური დაგრეხილი ფორმის რაღაცა თიხის ძალიან ფერადი რაღაცა ჭურჭელი. რომელიც უბრალოდ დევს. და ხანდახან ჩადებ, მაგრამ მაინც დევს. ძალიან მომწონს ეგეთი სისულელეები. ხო. აი დეკორატიული ნივთები. კაცები რომ შევერთებიან, აი რა. მორიგი სისულელე და კაცებზე გაბრაზებულია. არა, ეგეც ძალიან მესმის, საჭიროა ხა აი ესეთი ერთი ბოთლი რომ მაქვს და მეორეს რო დაინახავ და რო გაგიჟდები, რომ ის მომენტი შენ თუ არ არის, ცუდად რო ხარ და გიყიდი რა ხდება თუ რაღაცა მე დამიჯერია ჩემი თავი და გიჟდები ეგეთი სისულელე ქალზე, აი ეგეთი სულელური თვისებებით რო გვაქვს ქალებს. მიყიდი ეგეთი ბოთლი 4 წალი ერთად. და ზუსტად ვიცი იმაში რაც ჩავას ხო? და ჩაგისხია? კი, ძმარი ზეთი რაღაცა, სეზამის ზეთი რაღაცა და მე რამდენჯერაც მოვასხავ ხოლმე მათ, ვისაც ესე ცოტა რეაქცია აქვს, რომ თქვენ შენ არა ხარ ცოტა კარგად, სულ ამადლი ხო, კაია, რომ აი აქედან ასხა მოგწონს ეს მსახურება, იმ ბოთლებიდან არის თუ რა. ხო, რა ხო. ხო და კაია რა, აი მუღამის დაჭერა უნდა ქალს რა ცოტა. კი, ზუსტად. ხო. როცა მოულოდნელს ელოდები, ეს მოულოდნელი მოსალოდნელი გამოდის? როგორი ჩახლართულია საღამოს კითხვის საღამოს აღარ დილის 9 საათზე მომწერა მართლა? კი ხო ყველა გამომწერეს იყო რა ვთქვი რა მოულოდნელს რო ელოდები? როცა მოულოდნელს ელოდები ეს მოულოდნელი მოსალოდნელი ხდება? ხო მე ვიტყვი მოსალოდნელი იყო პრინციპში კი რა ვცნაური ბრძენი გამომწერები ყოლი რა გაგიკვირდათ პრინციპში კი მე ჩავარდნილვა შოქში რაღაცაზე და მე რო დავფიქრდი მე მithქვამს რომ ხო ბერში რატო გამიკვირდა აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ეგ ფრაზა მithქვამს კი თამაში ვითამაშოთ სიმართლე თუ მოქმედება სიმართლე კარგი მკითხე ან მითხარი რამე და მე შევეცდები რომ სიმართლე გიპასუხო ოღონდ ვერ გპირდები
არ ცუდია. უნდა გითხრა არ ვიცი. დიეტაზე ყოფილ ხარ? აი, ექსის მერე რო კი, კი, ყოფილ ვარ ერთი დღე. ერთი დღე. ერთი დღე. ერთდღიანი დიეტები მე ძალიან მიყვარს. არ შემიძლია, იცი რატო არ შემიძლია, რომ ჩემი ყველაზე მეტი სიამოვნება არის ღამე ჭამა. არ შემიძლია ამაზე ვარ ვთქვა, მაგრამ მთელი დღე შემიძლია არ ვჭამო. ოღონდ მართლა. აი 9 საათს რო გადაცდება, მე შევდება. შენ მაყურებელი ხა ბედნიერი, იმიტომ რომ ალბათ 90% ეგრე მე ძალიან მიყვარს. მე არ მაქვს გემრე, აი საყვარელი საჭმელი რა არის დედა შენი, ასე რომ მეკითხებიან, მეთქი აი არ ვიცი. არ მაქვს საყვარელი საჭმელი და არ არის კარგი ერთი რო გიყვარს და მხოლოდ იმას ჩემ მე ძალიან გურმანი ვარ და კაი არა. ნამდვილი ქართველი გურმანი უნდა იყოს. ახსენე და მე დღეს დამავიწყდა რომ მიმემართა მათთვის რომ გამოგვიწერონ. გამოგვიწერონ, არც არავინ არ შემახსენა. გამოგვიწერეთ და ჩვენ თქვი ერთხელ მე ერთ გადაცემაში რომ 10000 გამომწერზე როდესაც ავართ, თუ ავართ აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ გამომწერება მითხეს რომ თუ არაო აუცილებლად ახვალთ და როცა ავართ, ჩვენი ერთ-ერთი გამომწერი იქნება ჩვენი სტუმარი. და გელოდებით მიყვარხართ, ძალიან მარტივია. წკუპ, სამი რაღაცა გამოიწერე, დაანაიქე და ზარის ღილაკი აღარ დააკომენტარ. თუ დააკომენტარებ, რა ვიცი, კითხვები გამოგვიგზავნეთ. აი ხო ხედავთ თვითონ თქვენ კითხვას, კითხულობთ. ანა, თუ ანი. როგორც კი. არ გაქვს შენ გართო. ვაიმე რა მაგარია. იცი როგორ მეჩხუბები აყვა მაგაზე. არა. თუ გინდა მართლა. კი, არა, ძალიან აუთ გართო. მადლობა რომ იყავი ჩვენი სტუმარი, ძალიან გამეხარა და ძალიან საინტერესო იყო. და რა ვიცი, წარმატებები უამრავი. იმედია კიდე შევხვდებით. მიხარია ძალიან რომ იყავით ჩვენ. ბევრი გამომწერები. მადლობა.